რა არის ლიმფური სისტემა? ადამიანების უმეტესობა საერთოდ არ იცის რეალურად რას აკეთებს ის ჩვენს სხეულში. ლიმფური სისტემა სხეულის დასუფთავებისა და თავდაცვის მთავარი მექანიზმია. როდესაც უჯრედები თავის ფუნქციას ასრულებენ, ამ დროს რჩება ტოქსინები, დაშლილი ცილები და ზედმეტად დაგროვილი სითხე, რა დროსაც ვენურ სისტემას ეს ყველა ნარჩენი ვერ გამოაქვს უკან და სწორედ აქ ჩნდება ლიმფა. ის შეიწოვს ამ ნარჩენებს, ატარებს ლიმფურ კვანძებში და კვანძები იწყებს წვენდას. ლიმფური კვანძები არის ფილტრები, სადაც იმუნური უჯრედები, ანუ ლიმფოციტები ზიან. როცა სითხეს მოყვება ბაქტერია ან ვირუსი, იმუნური უჯრედები ანადგურებენ მას, რის შედეგად ლიმფა სუფთა გაფილტრო სითხეს ისევ სისხლში აბრუნებს. ახლა გადავხედოთ ასტრალურ ენერგეტიკულ დონეზე, სადაც პროცესი კიდევ უფრო სიღრმისეულია. ასტრალურ დონეზე ლიმფა არის პირდაპირი კავშირი ჩვენს ფიზიკურ სხეულსა და ემოციურ ველს შორის. თუ სისხლი ფიზიკური სიცოცხლის მატარებელია, ლიმფა არის ჩვენი ემოციური მეხსიერების სითხე. როდესაც ჩვენ ვღებულობთ გარედან შემოსულ ნეგატივს, აგრესიას, ფსიქიკურ ზეწოლას, ეს პირველ რიგში ჩვენს ასტრალურ ველს ურტყავს. ლიმფური სისტემა მუშაობს როგორც ასტრალურ დამცავი შრე. ლიმფური კვანძები პირველივე იღებენ ამ დარტყმას და აკავებენ ამ მძიმე უცხო ენერგიას, რომ მან ჩვენს ფიზიკურ უჯრედებამდე ვერ მიაღწიოს და დაავადებად არ იქცეს. როცა ჩვენში გაჩენილ იმპულსს ან პროტეზს გარეთ არ უშვებთ და ვახშობთ, ეს სისტემაში რჩება, ბლოკავს მას და პირდაპირ არღვევს შინაგან რესურსების ბალანსს. ლიმფის დინება ფერხდება, ასტრალურ დონეზე ჩნდება ბლოკი, ხოლო ფიზიკურად ეს ვლინდება შეშუპებით, დაღლილობით, იმუნიტეტის დაქვეითებით და ქრონიკული ანთებებით. აქედან გამომდინარე, თუ ასეთ სიმპტომებს ვხედავთ, საჭიროა ასტრალური ენერგეტიკული წმენდა, რა დროსაც ის ათავისუფლებს ენერგეტიკულ კვანძებს და აღადგენს ლიმფის ბუნებრივ დინებას, აბრუნებს ჯანმრთელობას და ძლიერ იმუნიტეტს.